როდესაც მათ არ აქვთ პასუხი მარტივ ლეგიტიმურ შეკითხვაზე ბოიკოტის შემდეგ რას აპირებთ. ამაზე პასუხი როდესაც არ აქვთ, ხან იძახიან რომ ჩავატარებთ სატელეფონო არჩევნებს, აბსურდი. ხან ისვრიან ასეთ ბრალდებებს, ეს არის ზუსტად იმისი დადასტურება, რომ პარტიებს, რომლებიც აცხადებენ ბოიკოტს ამ არჩევნებისთვის, არ აქვთ მარტივ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხი ბოიკოტის შემდეგ რას აპირებთ. მართლა რა გახდა საკუთარ მე კი არ უნდა მითხრათ ხალხო ეს პასუხი უნდა გასცეთ საკუთარ ამომრჩეველს. ამომრჩეველს რომელსაც ეუბნებით რომ გავდივარ ბოიკოტში, ბოიკოტის შემდეგ რას აპირებთ. ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, ბოიკოტი თვითმიზანი ვერ იქნება, ხო? ეს სასაცილო უბრალოდ ამისი თქმა. შეიძლება როცა ზნობს უკან პრინციპებთან მომიგდნენ რაიმე საარჩევნო. მაქვს თუ არა ეჭვი რომ ვიღაც შეიძლება ასეთი იყოს? კი, რა თქმა უნდა. არც არასდროს არ გამომიერიც ხავს. შემთხვევებიც ვიცით, ხო? მაგალითად მე მახსენდება შემთხვევა ნაცმოძრაობა როგორ დაეხმარა ივანიშვილს ოცნებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არჩევაში, წინამოწვევის პარლამენტში, ხომ გახსოვთ ეს შემთხვევა? მე ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კომისიებში კომისიის წევრები მიყიდა ოცნებას, ხო? გირჩის შემთხვევაში. გახსოვს მაგალითად რუსთავის შემთხვევაში ნაცები და ოცნება გარიგდნენ, რომ ჩვენი თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარე გადაეყენებინათ, იმიტომ რომ კორუფციული გარიგებები აქვთ სამშენებლო ბიზნესებში. ეს არ არის 1, 2 და 3 შემთხვევა. ამიტომ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ, სადაც ოპოზიციური პარტიები გაურიგდნენ ოცნებას კი, ნამდვილად.